ირანში საპროტესტო აქციების მე-12 დღეს ქვეყნის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში მასშტაბური დემონსტრაციები გაიმართა. დეკემბრის ბოლოს დაწყებული არეულობის შემდეგ უსაფრთხოების ძალების მიერ 45 დემონსტრანტია მოკლული, ხოლო 2200-ზე მეტი დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას ნორვეგიაში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია Iran Human Rights ავრცელებს. არაოფიციალური ინფორმაციით კი ინტერნეტის გათიშვის შემდეგ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ძალებმა ირანის სხვადასხვა ქალაქებში მომიტინგეების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება მასიურად დაიწყეს, რის შედეგადაც პირველადი შეფასებით მხოლოდ წუხელ 10-ობით მომიტინგე დაიღუპა. დასავლური მედიის თანახმად დემონსტრაციების ჩასახშობად ირანის ხელისუფლება კიდევ უფრო აქტიურ მოქმედებებზე გადავიდა. ქვეყნის მასშტაბით სრულად გათიშა ინტერნეტი და ასევე მომიტინგეების წინააღმდეგ დაიწყო უშუალოდ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჯარისო ნაწილების გამოყვანა, რომელთაც დაევალათ ყველანაირი გზებით აღადგინონ კონტროლი. تعداد زیاده بیایید همه بیایید 3 بار مامورا رو فراری دادیم بیایید تو رو خدا همه بیایید همه اومدن دارن میان هی بیشتر میشیم بیایید چهارشنبه 17 دی ماه بیایید مشهد 18 دی ماه هر دو سمت وکیلات به سمت میدونه آزادی در حال حرکت صدل یکونه کپی بگیر پاره است ღამით ირანში ეგრეთ წოდებული სამთავრობო შენობები იწვოდა. დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს პროპაგანდისტული მედიის ოფისსაც. აქციის მონაწილეები რეჟიმის უსაფრთხოების ძალებს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც რამდენიმე ქალაქში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცეცხლი გახსნეს. این صدا سیماست میبینین آتیشه ای زدن ایول ქალაქ მაშადში ხალხმა სახელმწიფო დროშა ჩამოხსნა და დახია. ირანის ამჟამინდელი დროშა 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ მიიღეს და ისლამური რესპუბლიკის კრიტიკოსები ამ დროშას რეჟიმის დროშად მოიხსენიებენ და არა ქვეყნის დროშად. მათ შაჰის დროინდელი ირანის დროშების გაშლა დაიწყეს. როგორც დასავლური მედია წერს, ხუთშაბათს ირანში ანტისამთავრობო პროტესტებმა ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო მოიკიდა ფეხი. როგორც გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოებში ჩანს, დემონსტრანტები შეიკრიბნენ ბულვარზე, ირანის დედაქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ მთავარ განძირზე. თუ გასულ დღეებში პროტესტის ყველაზე აქტიურ კერებად ირანის დასავლეთით, ქურთული პროვინციები და ჩრდილოეთით აზერბაიჯანელებით დასახლებული ქალაქები ითვლებოდა, პროტესტის მსხვილი კერები უკვე გაჩნდა სპარსებით დასახლებულ ქალაქებში და დედაქალაქ თეირანში. დედაქალაქიდან გავრცელებულ კადრებში ისმის სროლები, ასევე ჩანს დამწვარი მანქანები და ცეცხლმოკიდებული შენობები. سرکای بارمست و به غذای این سانتیزی ها رو میبردن بدن برشون مردم آتیش زدن
მილანის პროვინციის ქალაქებიდან, თავრიზიდან, აჰვაზიდან, ქერმანიდან, ისპაანიდან, არაქიდან, ქემშაჰრიდან და თალეშიდან, ასევე გოლესტანის პროვინციის ქალაქ ბანდარ ღაზიდან ვრცელდება ცნობები საპროტესტო აქციებზე, სადაც დემონსტრანტები გაიძახიან ლოზუნგებს მთავრობის წარმომადგენლების, განსაკუთრებით კი ისლამური რესპუბლიკის ლიდერის ალი ხამენეის წინააღმდეგ. სიკვდილი დიქტატორს. ეს უკანასკნელი ბრძოლაა, ფეხლები ბრუნდება და თავისუფლება, თავისუფლება, თავისუფლება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანის უმაღლესი ლიდერი აიათოლა სეიედ ალი ხამენეი ქვეყნის დატოვებას გეგმავს. ტრამპის თქმით, მას აქვს ინფორმაცია ხამენეის გეგმებზე დატოვოს ირანი. მან ასევე კომენტარი გააკეთა ირანის სულიერი ლიდერის შესაძლო გაქცევის შესახებ რუსეთში და თქვა, რომ ხამენეი უცნობი მიმართულებით გამგზავრებას აპირებს. ტრამპმა ირანზე ასევე რადიო წამყვან ჰიუ ჰიუთთან ისაუბრა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, მან მთავრობა გააფრთხილა, რომ თუ ისინი დემონსტრანტების მკვლელობას დაიწყებენ, ამერიკის შეერთებული შტატები ძლიერად დაარტყამს. მათ ვაცნობენ, რომ თუ ისინი ადამიანების მკვლელობას დაიწყებენ, რასაც ისინი ძირითადად არეულობების დროს აკეთებენ, თუ ამას გააკეთებენ, ჩვენ მათ ძალიან ძლიერად დავარტყამთ. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას. მათ იციან და ძალიან მკაცრად უთხრეს, კიდევ უფრო მკაცრად, ვიდრე ახლა გეუბნებით, რომ თუ ამას გააკეთებენ, ჯოჯოხეთის გადახდა მოუწევთ. ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი კი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ჩამოაგდებენ. მისი თქმით, ისლამური რესპუბლიკა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე უკან არ დაიხევს. ხამენეის განცხადებით, დემონსტრანტები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის საამებლად მოქმედებენ. სახელმწიფო ტელევიზიიდან მან მხარდამჭერებს ერთიანობის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. ტრამპმა უნდა იცოდეს, რომ მსოფლიო ტირანები, როგორებიც არიან ფარაონი, ნიმროდი, რეზა შაჰი და მოჰამედ რეზა თავიანთი ამპარტავნების პიკზე ჩამოაგდეს. მასაც ჩამოაგდებენ. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ისლამური რესპუბლიკა ხელისუფლებაში ასობით ათასი პატიოსანი ადამიანის სისხლით მოვიდა და ის დივერსანტების წინაშე უკან არ დაიხევს. უნდათ მას ასე ამოვნონ, მან რომ ქვეყნის მართვა იცოდეს, საკუთარ ქვეყანას მართავდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ხელები 1000-ზე მეტი ირანელის სისხლით არის შეღებილი. ძვირფასო ახალგაზრდებო შეინარჩუნეთ მზადყოფნა და ერთიანობა. გაერთიანებული ერი ნებისმიერ მტერს დაამარცხებს. ირანში საპროტესტო გამოსვლები 28 დეკემბერს მაღალი ინფლაციისა და სხვა მწვავე ეკონომიკური პრობლემების გამო დაიწყო. ქუჩაში ჯერ მაღაზიების მფლობელები და სხვა მოვაჭრეები გამოვიდნენ, შემდეგ კი მათ 30 დეკემბერს სტუდენტებით შეუერთდნენ. 2022 წლის საპროტესტო აქციების შემდეგ, რომელიც ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის თეირანის მორალის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილს მოჰყვა. დეკემბრის ბოლოს დაწყებული პროტესტი ირანში ყველაზე მასშტაბურია.